წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის შეგონება. წმინდა მამები ყველანაირად ცდილობდნენ მორიდებოდნენ ქალებთან ნაცნობობასა და ურთიერთობას და ამასვე გადმოგვცემენ ჩვენც თავიანთ სულის მარგებელ და ღვთივსულიერ სწავლებებში. წმინდა მამებმა იცოდნენ რა ადამიანის ბუნების დაცემულობა, ამიტომ არც თავისი სიწმინდეს ენდობოდნენ და არც მოხუცებულობის ასაკს. როცა სხეული ბუნებითად კარგავს ცოდვის ჩადენის უნარს, ისინი სიცოცხლის ბოლომდე ერიდებოდნენ ცოდვის მიზეზს, როგორც ამ ცოდვაზე გამარჯვების უძლიერეს საშუალებას. როდესაც ღირსი სისო დიდი ძალიან მოხუცდა, მისმა მოწაფემ აბა აბრაამმა საცხოვრებლად მოსახლეობის სიახლოვეს გადასვლა შესთავაზა. 90 წლის ასაკში მყოფმა ბერმა კი უპასუხა: ვიცხოვროთ იქ, სადაც ქალები არ არიან. მოწაფე შეეპასუხა: უდაბნოს გარდა სად შეიძლება რომ არ იყვნენ ქალები? ხოლო ბერმა უპასუხა: მაშინ უდაბნოში წამიყვანე, შვილო ჩემო.